ეკუსნის იმას არ აძლევენ არაფერი. აფერა სამხორო თაკმოდი იყანო. Алло. Я. ეხლა ქალბატონო უკაცრავად ეხლა არის ჩვენთან მოხელავად არასდროს გათხოვილი არ ვიყავი ყველაფერი ისე დავჭი საერთოდ დავზახებ 3-4 მეძებელს და გეტყვიან ყველაფერი სოციალური დახმარება არა მაქვს ათაშიკუნია დიდქულები და რას გეუბნებიან გუშინ იყო და რა გითხრეს არაფერი არ დავიჯერებ რომ აქ ცხოვრობ ვინ გითხრათ ეს მითხრა აგენტმა უფროსმა რა გვარია ის არ ვიცი 388 მანქანა მაგის და გვარი არ მაქვს ასე მწვალობა გაწვალებაში ვარ და რატო წვალობთ როცა გვერდით არის სახლი გვერდით მაგრამ ეს ჩემია ჩემი სახლი ჩემი სახლი მირჩემნია არ მინდა ტყუილი რაც მინდა 300 ლარი პენსია სხესხი ავიღე ყველაფერი და ეს მოვიყვანე ის 3 კაცი და იმამ ყველაფერი დადგა სახლი სადაა სახლი რა ქონდა ქარმაგულის წავქცია ძველი სახლი თავი ცხოვრებაში ადგილმრეწველობაში მუშაობდა სხვა იქით დაძლევდა ფულს დახმარებას და ეხლა ეს არის დასახმარებელი შვილო ბატონი 2011-2006 წლიდან უკვე სოციალურ ბაზაშია დარეგისტრირებული სოციალურ მონაცემთა ბაზაში. კონკრეტულად 2011 წლიდან ქალბატონთან არის პრობლემები ნამხრე. უბრალოდ აგენტი მისული 2011 წლიდან ამ ოჯახში განხორციელებულია ვიზიტი 8 ჯერ. ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ პრობლემა სულ მდგომარეობდა იმაში, რომ საცხოვრისის ფარზე იყო პრობლემა. თვითონ ეს ქალბატონი ფაქტურად იგი ხარ ცხოვრობს. უბრალოდ ძირითადი საცხოვრისი იმ ქალბატონის ეს ფაქტი არ არის, როგორც ასე. თვითონ შეიძლება კი არა თვითონ ცხოვრობს სხვაგან, უბრალოდ სოციალურ ბაზაში დარეგისტრირების გულისთვის სახლის აშენების მიზნით დაუშვა შეიძლება რამდენიც ხელი გამოგრას და ამით გარკვეულ იმას მიაღწიოს შედეგს. მივიდა სოციალური აგენტი 2011 წლის აპრილის თვეში კონტროლზეა გაშვებული საცხოვრისის გამო. მივიდა მე ის უფრო სოციალური აგენტი ინფორმაციის დეტალებში გასარკვევად ამ შემთხვევაში დადებულია ფორმა 3 ესე იგი შეწყვეტაზე ოჯახის დეკლარაციის შეწყვეტაზე. ისევ 2012-ში შემოტანილია განცხადება ქალბატონს იგივე სიტუაცია, იგივე საცხოვრისის პრობლემის გამო ისევ ოქმია დადებული და ასე ხორციელდებოდა სულ 2011 წლიდან 2014 წლამდე. ბოლო ვიზიტის შემთხვევაში ამ ოჯახში ისევ გაუქმებულია საცხოვრისის დამალვის ფაქტის გამო. ეს ქალბატონი ცხოვრობს ნათესავთან, როგორც ირკვევა, როგორც გავარკვიეთ ერთ სოციალურ აგენტის, მეორე სოციალურ აგენტის, უფრო სოციალურ აგენტის ამ ხნის განმავლობაში ზუსტად და ნათლად ჩანს ყველანაირი სიტუაცია იმისა, რომ ეს ქალბატონი იმ ფარზე არ ცხოვრობს. ეს ქალბატონი 2011 წლიდან დღემდე ატყუებს სოციალურ აგენტს. მიზანი შეიძლება გამოგრას ხელი ფარტის საცხოვრისის მშენებლობას ან დაფინანსებას ან რაღაც და რაღაც. ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცეთ, მაგრამ მიზანი მაინც ესაა. ძირითადი მიზანი. თან გვერდით ცხოვრობს მისი ნათესავი, უახლოესი ნათესავი, თან ეზო გაყოფილის არა, ფაქტიურად ის ქალბატონი იმასთან ცხოვრობს, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, აქ უნდა აღწეროთ, აქ ცხოვრობო, პრობლემა მაინც ესაა ძირითადი. ანუ ყველა საცხოვრისის დამალვა. ძირითადი საცხოვრებელი ფართის დამალვა.